Bismillah, alhamdulillah, ala rasulina Muhammad, amma ba'd, assalamu alaikum, მოგესალმებით ძვირფასო მორწმუნეებო, უზენაესი ალლაჰის სალამი წყალობა ყველა მორწმუნეზე იყოს. მინდა წინასწარ მოგილოცოთ ბარათის ღამის დადგომა უზენაესმა ალლაჰმა ყველა მორწმუნეებს ამ ღამეში ღვთისმსახურებით გატარება ნასიბი გაუხადოს და ცოდვებისაგან გათავისუფლება. მინდა რამოდენიმე ჰადისი გადმოვცეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ჰადისი არის Aisha radiyallahu გადმოცემის მიხედვით, რომელიც ამბობს რომ قالت فقدتم النبي صلى الله عليه وسلم ذات ليلة فخرجت أطلبه فإذا هو بالبقيع رافعا رأسه إلى السماء فقال يا عائشة كنت تخافين أن يحيف الله عليك ورسوله قالت قلت وما بذلك ولكنني ظننت أنك أتيت بعض نسائك فقال إن الله عز وجل ينزل ليلة النصف من شعبان إلى السماء الدنيا فيغفر لأكثر من عدد شعر غنم الكلب შაბანის თვის მე-15 ღამესთან დაკავშირებული ჰადისი გახლავთ. ჰაზრეთი აიშა რადიალლაჰუ ანჰა გადმოცემის მიხედვით თქვა რომ ერთ ღამეს დავინახე რომ ალლაჰის მოციქული სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ჩემს გვერდით არ იყო. ამიტომ გარეთ გავედი და მას ბააქის სასაფლაოზე მივაგენი. მან მითხრა ალლაჰისა და მისი მოციქულის სამართლობის შეგეშინდა. მე უპასუხე ალლაჰის მოციქულო, მეგონა რომ შენ ცოლებიდან ერთ-ერთის სახლში წახვედი. მაშინ მოციქულმა მითხრა ალლაჰი შაბანის თვის შუა ღამეს ცის პირველ ფენაში ჩამოდის და ქელბის ტომის ცხრების ბეწვების რაოდენობაზე მეტ ცოდვილს აპატიებს. ანუ ამ ღამესთან დაკავშირებით ალლაჰის რაჰმეთი, წყალობა დედამიწაზე ჩამოდის. ამ ღამეში ალლაჰის წყალობა უსაზღვროდ არის და რომელი ადამიანიც ამ ღამეს განსაკუთრებით ღვთისმსახურებაში გაატარებს, ამ ღამეში ალლაჰისაგან პატიებას მიიღებს, რაც არ უნდა ცოდვილი იყოს, უზენაესი ალლაჰი ასეთ ადამიანებს პატიობს და რაოდენობაზე ქელბის ტომი არის, რომელიც ისინი გამოირჩევდნენ მესხარეობით, იმ ცხრების ბეწვების ოდენად ცოდვებიც რომ კონდეს ადამიანებს, რაშობა იმოდენად ცოდვას პატიობს. შეიძლება ადამიანებს ასეთი კითხვა გაუჩნდეს, რომ რატომ შაბანის მე-15 ღამეს და რატომ ნებისმიერ სხვა დანარჩენ ნებისმიერ ღამეს ალლაჰ თალა პატიობს, ან რა განსხვავება არის, რა დატვირთვა აქვს და ასე შემდეგ. ამ თემასთან დაკავშირებით მინდა ის ყურანის აიათები და თქვა რომ მაგალითად რამაზნის მთვარესთან დაკავშირებით, ანუ მარხვის თვესთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი ყადირის სურაში ბრძანებს რომ inna anzalnahu fi laylatil qadr უეჭველა ჩვენ გარდმოვავლინეთ ყადირის ღამეს. ვა მა ადრაკა მა laylatul qadr და რა გამცნობს რა არის ყადირის ღამე? laylatul qadri khayrun min alf shahr ყადირის ღამე 1000 თვეზე უკეთესი ძვირფასი არის. რის გამო ძვირფასი მორწმუნეებო, რადგან იმ თვეში, იმ თვარეში ძვირფასი წიგნი ყურანი ქერიმი მოევლინა. ანუ ყურანის მოვლენის გამო ის თვე 1000 თვეზე უკეთესი გახდა. ამიტომ განსაკუთრებულ ყველა თვეები, 12-ვე თვე, ყველა ღამეები, რა თქმა უნდა, აუზენაესი ალლაჰის გაჩენილი არის. მაგრამ განსაკუთრებულ დღეები, განსაკუთრებულ დროები ალლაჰისთვის, ანუ მორწმუნეებისთვის რა არის განსაკუთრებული მიზეზი იმისა, რომ ალლაჰის პატიება, ალლაჰის მოწყალება მიიღოს. და ერთ-ერთი არის ეს შაბანის მე-15 ღამეც. აბი მუსა ელ-აშარიდან რადიალლაჰუს გადმოცემის მიხედვით სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი თქვა რომ ეს გვარეშია რომ ალლაჰი აზზა ვა ჯალა შაბანის თვის მე-15 ღამეს თავის მსახურებს გადახედავს და ყველას მიუტოვებს. ანუ აქ გადახედვა არის ალლაჰის წყალობა, როგორც პირდაპირ მნიშვნელობით გაგებით ჩვენ არ გებულობთ. აქ არის ალლაჰის წყალობა არის გარდა იმათისა, ვინც წარმართია ან გულში ზიზღი აქვს. წარმართი ეს არის ადამიანს, რომელსაც ასტამს ერთი გამჩენისა და კერპებს ცევს თაყვას და ასე შემდეგ და კიდევ ვისაც გულში ზიზღი აქვს, ანუ ადამიანების მიმართ ზიზღი ბოროტება. აბდულლა იბნი ამროს რადიალლაჰუ ანჰუს გადმოცემის მიხედვით სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ ეჭგარეშია რომ ალლაჰი აზზა ვა ჯალა შაბანის მე-15 ღამეს თავის მსახურებს გადახედავს და ყველა მონას შეინდობს გარდა იმათ, ვისაც ზიზღი აქვს გულში ან უდანაშაულო სიცოცხლეს ამწარებს. ანუ ადამიანებს უსამართლოდ ექცევა.
ისევ იგივე ჰადის აბუ მუსა ალ-აშარის გადმოცემის მიხედვით შაბანის მე-15 ღამეს უზენაესი ალლაჰს თაალამ თავის სახურებისთვის განსაკუთრებით რაჰმეთი წყალობა იქნება და მიუტევებს ყველას გარდა იმათსა ვისაც წარმართია ან გულში ზიზღი აქვს. ომარ ბინ ალ-ანსარის რადიალლაჰის გადმოცემის მიხედვით მოციქულმა სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა რომ როდესაც შაბანისთვის მე-15 ღამე დადგება ციდან ალლაჰი მოუწოდებს არის ვინც მიტევებას ითხოვს. ანუ არიან ის ხალხი, ვისაც მიტევება სურს. შევუნდობ არის ვინმე, ვისაც რამე სურს, მის სურვილებს აუსრულებ. ამ ღამეს ყველა თხოვნა სრულდება, გარდა მეძავისა და წარმართისა. ანუ ურწმუნოებას არ პატიოს და ჩამოთვლილიყო მეძავისა. სხვა ჰადისები არის განსხვავებული, ანუ ურწმუნოება, მაგრამ არის განსხვავებული მეძავეობას არ პატიოს. არის ვისაც გულში ზიზღი, ბოროტება აქვს. არის რომელსაც ადამიანებს უსამართლოდ ექცევა. ნეფელ ბიქალის რადიალლაჰის გადმოცემის მიხედვით ჰაზრეთი ალი რადიალლაჰის სიტყვების გადმოცემით ამბობს რომ შაბანის თვის მე-15 ღამეს ჰაზრეთი ალი გარეთ გადიოდა და ცას უყურებდა. ერთხელ მან თქვა დაუდ ალეისალამიც ასეთ ღამეს ცას შეხედა და თქვა ამ ღამეს ვინც ალლაჰს რაიმეს თხოვს ალლაჰი აზევეჯელე მას პასუხს გასცემს. ამ ღამეს ვინც მიტევებას ითხოვს მას აპატიებენ. თუმცა მექთამეები, ჯადოქრები, პოეტები, უსამართლო მართველები და ისინი ვინც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავენ არ დაინდობიან. ანუ ალლაჰ თაალა არ შეიწყალებს. აქ მინდა პოეტი არის ნახსენები მინდა გავამახვილო ყურადღება რომ პოეტობა ანუ პოეზია იმ დროისთვის იყო რომელსაც იყენებდნენ ერთგვარ იარაღად. ანუ თუ ადამიანი პოეზიას იყენებს უწმინდობისთვის მაგრამ შემთხვევაში ანუ ეს ადამიანი რომელიც რომ არას სწორ ინფორმაციის მხრივ ავრცელებს თავის საქმიანობას, თუ როგორც ახლა ყველა პოეტი არ მოიხსენება და ჩამოთვლილი არის უსამართლო მართველები, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ვინც რომ უკრავენ, ჯადოქრები, მექთამეები, ამცეთ ხალხს უზენაესი ალლაჰ თაალა არ აპატიებს თუ ისინი თვეებს არ გააკეთებენ. რა თქმა უნდა, ძვირფასო მორწმუნეებო, ეს ღამე ერთ-ერთი საშუალება არის რომ მორწმუნეებმა ჩვენ გამოვიყენოთ იმისთვის რომ ალლაჰის მხრიდან პატიება, შეწყალება მივიღოთ. ბერათი ნიშნავს გათავისუფლებას, შეწყალებას, აი მაგალითად ადამიანს, როდესაც ადამიანი რომელიც რომ ციხეში არის მის ჭილი აქვს თქვა მაგალითად 10 წელი 15 წელი და ასე შემდეგ დარჩენილი არის თქვა რამოდენიმე წელი მაგრამ იმ დროის დასრულებამდე შეწყალებას მიიღებს. ანუ ასეთ ადამიანებზე ამბობენ რა ამნისტიცია შეეღო. ანუ წინასწარ გათავისუფლებული იქნა. ანალოგიური არის ბერათის ნიშნავს ანალოგიურად რომ ალლაჰ თაალა ჩვენი გაკეთებული ცოდვებებიდან შეცდომებიდან გამომდინარე ჩვენ როდესაც ჩვენი დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარე ვიმსახურებთ სასჯელს მაგრამ ამ ღამესთან დაკავშირებით თუ ჩვენ მოვინდომებთ ალლაჰისაგან შეწყალებას მივიღებთ მაშინ ალლაჰ თაალა გვაპატიებს. როგორ უნდა მივიღოთ შეწყალება? ეს ღამე უნდა გავატაროთ ღვთისმსახურებით, ლოცვით, ზოგიერთ მაგალითად კითხავს, რამდენი უნდა ვილოცოთ და ასე შემდეგ, არ არის რაოდენობა, ამდენი უნდა ვილოცოთ და ასე შემდეგ. ორი მუხლი იქნება 4, 20 თუ ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი არის რომ წფელი გულით ვილოცოთ. მაგალითად ხვალინდელი დღე ხუთშაბათის დღეს თუ მარხვით გავატარებთ და საღამოთი ღვთისმსახურებით ძალიან უკეთესი იქნება, მაგრამ აქ რა არის ჩვენ რაღაცებზე უარი უნდა ვთქვათ ძვირფასო მორწმუნეებო. რა უნდა ვთქვათ? აი მაგალითად თუ ადამიანი ალკოჰოლს ეტანება, აკრძალულ სასმელებს სვავს, თუ ის ადამიანი ამ ღამეს ამაზე უარი თუ არ უნდა თქვას, თორე თუ არ და გააკეთოს, ცრემლი თუ არ და დაღვაროს ალლაჰის წინაშე და შენდობა, ანუ პატიება თუ არ უნდა ითხოვოს, ანუ ეს ღამე მისთვის ჩვეულებრივი ღამედ იქნება. ადამიანი თუ მაგალითად მრუშობს, ხო? თუ იმან უარი მრუშობაზე უარი არ უნდა თქვას, თორე თუ არ და გააკეთოს, მონანიება თუ არ და გააკეთოს, მაშინ ეს ღამე ჩვეულებრივ ღამეები ჩაივლის და აგრეთვე სხვა დანარჩენი ცოდვები, რომელსაც ადამიანები შეგნებულად ჩადიან, ან შეუგნებლად ცოდვა ჩაიდინა. თუ ცრემლი არ უნდა დავღვაროთ ალლაჰის წინაშე, პატიება თუ არ უნდა თხოვოთ რომ ია რაბი, აქამდე ამ შეცდომებს ჩავდიოდი, ვწოდავდი. ია რაბი, რა მოხდება? შენი რაჰმეთი, შენი წყალობა მივოძე, მაპატიე, პირობას გაძლევ რომ დღეის შემდეგ ამ ცოდვებს აღარ ჩავიდე. თუ ადამიანი მაგალითად არ ლოცულობს, რა უნდა ქნას? უზენაესო ალლაჰ.
დღემდენ სეჯდეზე შენ არ მიმიღე. რა მოხდება ნასიბი გამიხადე რომ შენ წინაშე ლოცვა აღვასრულო. მომეცი ძალა რომ შენ წინაშე დავდგე. მაქვს სურვილი რომ დღეში 5 დროის ლოცვა შევასრულო. თუ ადამიანმა თროები არ უნდა გააკეთოს, არ უნდა მოინანიოს და ის შეცდომები არ უნდა მიატოვოს და ის ბრძანებები თუ არ და შეასრულოს, მაშინ ეს ღამე ჩვეულებრივი ღამით ჩაივლის და ის 2 მუხლი და 4 მუხლის ლოცვით არაფერი არ შეიძლება. შეიძლება იმ ლოცვაზე მადლი დაგვიწეროს, მაგრამ ის შეწყალება ვერ მივიღოთ. ამიტომ რაღაცეებზე უარი თუ არ უნდა ვთქვათ, ეს ღამეს ჩვეულებრივ ღამეთ ჩაივლის. უზენაესმა ალლაჰმა იმ შეწყნარებულ პიროვნებიდან, იმ სახურებიდან გვამყოფოს, წარსულში ჩადენილი ყველანაირი დანაშაულები, შეცდომები გვაპატიოს და ის როგორც ბავშვი დაიბადება და უცოდველი იქნება, ალლაჰის წინაშეც განკითხვის დღეს ასეთი უცოდველები გვამყოფოს. Alhamdulillahi rabbil alamin. Al-Fatiha.